მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავარ დავით ბოტკოველი და პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ 2026 წლის დადგომა, ასევე რა თქმა უნდა შობის დღესასწაული. მინდა გისურვოთ პირველ რიგში ჯანმრთელობა, სიმშვიდე, მშვიდობა გარშემო და ჩვენ საქმიანობაში ბევრი პროფიტი. თავისთავად, ბევრი ცოდნის მიღებაც და ბევრი პროფიტიც, იმიტომ რომ თქვენ ყველას ეს გჭირდებათ, ჩვენ ყველას გჭირდება რა თქმა უნდა, რომ ვიყოთ ჩვენი საქმიანობაში პროფესიონალები და არა უბრალოდ ტრეიდერები. ახლა მინდა გადავიდე ერთ საკითხზე, მე ვფიქრობ თქვენთვის მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს და ასევე საინტერესოც, აი პირველ საწყისებზე მინდა გადავიდე, რომელზეც ფაქტიურად ბევრი არ ფიქრობს ხოლმე ამ თემატიკას. და ჩამოვაყალიბოთ რაღაც გარკვეული ერთგვარი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც თქვენ შეგეძლებათ ერთგვარად ან ივაჭროთ, ან კიდევ თქვათ რამე ისეთი გააკეთოთ ამ სისტემის მაგვარი, რომლითაც თქვენ უკვე თავისუფლად სისტემური ტრეიდერი გახდებით და თავისუფლად ივაჭრებთ ბაზრებზე. და პირველ რიგში რა არის ეს ყველაფერი? ხო, თუ დავფიქრდებით ჩვენ საერთოდ ვაჭრობასთან დაკავშირებით თუ დავფიქრდებით, აღმოვაჩენთ რომ რაც გვჭირდება რეალურად ტრეიდერებს, რისი საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად ვივაჭროთ და რისი საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია ჩამოვიყალიბოთ ბაზრის ლოგიკა, გადავდგათ ნაბიჯები, ჩამოვიყალიბოთ სცენარები და ასე შემდეგ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ორი რამ. შესაძლებელია ზოგისთვის მხოლოდ ერთი არის, მაგრამ პირადად ჩემთვის და აგიხსნით რატომაც პირადად ჩემთვის არის ორი რამ. ეს არის პირველ რიგში ტრენდი და რა თქმა უნდა მეორე რიგში ფასი. ანუ აი ამ ორის შეერთებით ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ძალიან ბევრი რამის გაკეთება. ეხლა რატომ მაინც და მაინც ეს ორი, ხო? იმიტომ რომ ჩვენ რეალურად უნდა ვიცოდეთ საით მიდის ბაზარი და საით მიდის ბაზარი, ეს არის ზუსტად ტრენდი. შეიძლება არსადაც არ მიდის, ხო? ანუ ტრენდი შესაძლებელია არ იყოს, ანუ ფლეტში იყოს გადასული მოძრაობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ მიმართულება არ ვიცით ბაზრის, რა თქმა უნდა ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. პლუს ამას ჩვენ უნდა ვიცოდეთ ის ფასები, სადაც ბაზრის მონაწილეები რაღაცას აკეთებენ. და აი ამ ორი რამის შერწყმით შემდეგ შეგვიძლია უფრო თავისუფლად გადავდგათ ნაბიჯი. აი ზოგისთვის მაგალითად ტრენდს არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია. პირიქით, ის მხოლოდ ფასს აქცევს ყურადღება. მაგრამ არიან ტრეიდერები და ასეთი ძალიან ბევრი არის სხვათა შორის და შეიძლება თქვენც იყოთ ასეთი, რომლისთვისაც ფასს აქვს მნიშვნელობა, ფასს აქვს მნიშვნელობა, დიახ და უკაცრავად ფასს არ აქვს მნიშვნელობა და მხოლოდ ტრენდს აქვს მნიშვნელობა. ბოდიში ცოტა ავირია. ანუ რას ნიშნავს ეს, ხო? ნიშნავს იმას, რომ ტრენდი მიდის ზევით და ჩვენ შევდივართ ბაიზე, ტრენდი მიდის ქვევით და ჩვენ შევდივართ სელზე. რა თქმა უნდა, ესეთი მიდგომა არასწორი არის თავისთავად, იმიტომ რომ ესე ჰაერში შესვლა, ჯერ ეს ერთი სტოპისად უნდა დავაყენოთ, ეს სტოპის პრობლემა არის. და მეორეც ერთი სადამდე მივდივართ, ესეც განსაზღვრული ხშირ შემთხვევაში არ არის. მაგრამ ყველაზე ცუდი მომენტი, რაც ხშირ შემთხვევაში 99% ტრეიდერებს ემართება და არა მხოლოდ დამწყებებს, გამოცდილებსაც ემართებათ ეს არის, რომ არც ტრენდს აქცევენ ყურადღებას და არც, ესე ვთქვათ, ფასს არ აქცევენ ყურადღებას. ეს საერთოდ სხვა საკითხი არის, ხო, სხვა მიდგომა არის და შესაბამისად ასე მუშაობა საერთოდ როგორც ხვდებით არ შეიძლება. ამიტომ აი ზუსტად ტრენდის მომენტი და ფასის მომენტი არის, ესე ვთქვათ, პირველ საწყისი ჩემთვის, საიდანაც მე მაგალითად, როდესაც ვაჭრობ, აი საიდანაც მე ვიწყებ მუშაობას. ანუ სად მიდის ტრენდი და სად გვაქვს ესე ვთქვათ ფასები, ხო? და განვიხილავთ ერთ მაგალითს, რა თქმა უნდა, ჩვენთან, ხო? აი მაგალითისთვის
მოდი ჯერ მოდით ესეთი რამე გავაკეთოთ, ხო, რომ ტრენდი რა არის? ტრენდი მარტივი არის. აქ გათქვეფილი თემა არის. იმიტომ რომ ყველა წერს ამის თაობაზე და ზოგს გონია რომ თვითონ გამოიგონა ტრენდი და რაღაც განსაკუთრებული სახელებიც კი მიანიჭა. ანუ ტრენდი არავის არ გამოუგონია. ტრენდი არსებობდა ესე ვთქვათ და ეს ტრენდის ესე ვთქვათ განმარტება იყო ჯერ კიდევ საუკუნის წინ, ხო? რომ ტრენდი მუშაობს მაქსიმუმ მინიმუმების ცვალებადობით. მორჩა გათავდა ეს სულ მთელი ესე ვთქვათ სისტემა ტრენდის, აი ესე არის აგებული, რომ ტრენდი ეს არის მაქსიმუმ მინიმუმების ცვალებადობა. და თუ ცვალებადობა მიემართება რაღაც მიმართულებით, აი ზუსტად იქით მიდის ტრენდი. მიემართება ზევით აღმავალია, მიემართება ქვევით დაღმავალია. ამაზე მე დიდხანს არ შევჩერდები, იმიტომ რომ ამას ეს თემა ფაქტიურად გათქვეფილია მთელს ინტერნეტში. თავის დროზე ამ თემაზე, როდესაც ვამახვილებდი ყურადღებას სამწუხაროდ საქართველოში, სამწუხაროდ დამცინოდნენ. ხშირად, იმიტომ რომ ეს მათთვის არ იყო რაღაც პირველხარისხოვანი რაღაც სხვა რაღაცეები იყო, რომელმაც მე რეალობაში არ გაამართლა. და ნუ რა თქმა უნდა ტრენდი როდესაც არ აგვაქვს, აქ საქმეში შემოდის ფლეტი, ანუ რეინჯი, ანუ ესა რა ქვია, გარკვეული დიაპაზონი და შესაბამისად ამ დიაპაზონში ვაჭრობს ბაზარი. ნუ რეალურად ვინც იყენებს მაგალითად წინაღობა მხარდაჭერის დონეებს, ფაქტურად დიაპაზონური ვაჭრობა აქვთ ხოლმე, ანუ მეც დიაპაზონური ვაჭრობა გამაჩნია ხშირ შემთხვევაში, ფორექსის ბაზარი თავისთავად არის ფლეტური ბაზარი და არა ტრენდული ბაზარი ძირითადში, რა თქმა უნდა ტრენდებშიც გადადის ხოლმე, მაგრამ ძირითადში ფლეტური ბაზარია და დიდი დიაპაზონები გააჩნია ხოლმე. შესაბამისად ტრენდებს აქ განვიხილავთ, როგორც თქვათ, აი ამ თუნდაც აი ამ დიაპაზონში, აი ამ მოძრაობებს, ხო, რაღაც მოძრაობებს, გარკვეულ ესე ვთქვათ, დროის ინტერვალებზე. მაგრამ ეს რო არ განიხილო ადამიანმა და ტრეიდერმა, ხო, ამ დროის ინტერვალებზე, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, ვერ აღმოაჩენ, რომ ბაზარი მიდის ზევით ან ქვევით. შესაბამისად, ეხლა გვხდება მეორე საკითხი, ხო? ტრენდი გასაგებია, გავარკვიეთ ტრენდი როგორცაა მოწყობილი, ბევრი ვისაუბრეთ და ასე შემდეგ. მეორე საკითხი ეს არის, რა თქმა უნდა, ფასი. ფასიც თითქოს გარკვეული არის ბევრისთვის, ხო? იმიტომ რომ უამრავი ვიდეო დაიდო ფასთან დაკავშირებით, საიდან უნდა შეხვიდე, როგორ უნდა შეხვიდე, თუმცა მე ერთ რამეს გეტყვით, რომ ძალიან ბევრი წესები არსებობს. აი იმაზე მეტი წესი, ვიდრე ტრეიდერს ჭირდება. ტრეიდერს ჭირდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი წესი. მეტი წესი ტრეიდერს არ ჭირდება, რომ აი ეს ფასი გაარკვიოს, ხო? ნებისმიერი, აი მოდი ესე ვთქვათ, ხო? ნებისმიერი მაქსიმუმი და ნებისმიერი მინიმუმი, როგორც აღმავალ ტრენდში, ისევე დაღმავალ ტრენდში, ეს არის ფასი. ანუ ის ფასი, რასაც ჩვენ შეგვიძლია ვუყუროთ და აი ამ ფასიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია გადავწყვიტოთ, რომ ბაზარი იქცევა ასე თუ ისე. ამ ფასთან მიმართებაში, ბაზრის მოქმედებით ჩვენ შეგვიძლია ეს ყველაფერი გადავწყვიტოთ. ამიტომ მეგობრებო, როდესაც ფასზე და ტრენდზე მიდგება ხოლმე საქმე და საკითხი, ხო, რა თქმა უნდა, ეს ორი ფაქტორი ერთმანეთთან ძალიან კარგად ჯდება და შესაბამისად აქედან მერე სხვა რაღაცეები გამომდინარეობს. ეხლა ფასთან დაკავშირებით ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც თქვი, მაგალითისთვის წინაღობა მხარდაჭერის დონეები. ხო, აი თუ მაგალითად შევხედავ ახლა გრაფიკს, ხო, აი ამ გრაფიკს, აი გამოყენებული მაქვს წინაღობა მხარდაჭერის დონეები. თავისთავად გავლებული მაქვს გარკვეულ ბარებზე, მე ბარებს ვიყენებ ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩემთვის ეს უფრო მისაღები არის, კარგად ჩანს ბევრი რამე, ვიდრე იაპონურ სანთლებზე. არაფერი განსხვავება, რა თქმა უნდა, ბარებსა და იაპონურ სანთლებს შორის არ არსებობს. უბრალოდ ერთს აქვს ჯოხი, მეორეს აქვს ტანი, ხო, ეს მსუქანი ტანი, ესე ვთქვათ. შესაბამისად, მე ვიყენებ აი ესეთ ვთქვათ, წინაღობა მხარდაჭერის დონეებს და შესაბამისად ვაკვირდები აქ ბაზარი რას აკეთებს და როგორ აკეთებს, ხო? მოდი აი ეს მონაკვეთი, მოდი მთლიანად აი ეს მონაკვეთი, რომ
ახლა შევხედოთ საით მიდის ბაზრის მოძრაობა. რა თქმა უნდა, თუ დავაკვირდებით უბრალო თვალით, ყოველგვარი წესების და რაღაცეების გარეშე, უკვე დიდი ხანია, რა თქმა უნდა, თუ დავაკვირდებით უბრალო თვალით, აი 2022 წლიდან დღემდე ბაზარი მიდის ქვევით. რატომ მიდის ქვევით? იმიტომ რომ ბაზარი იყო აქ, აი ყველაზე მარტივად გეუბნებით ახლა, ყველანაირი აი რაღაც წესების და ზე რაღაცეების გარეშე. და ახლა არის აი აქ. აი ამ ფაქტორიდან გამომდინარე ბაზარი მოდის ქვევით, მაგრამ ამავე დროს აი ეს წესები ტრენდთან დაკავშირებით მაქსიმუმ მინიმუმების ცვალებადობას რაც შეეხება, აქ ყველაფერი ლამაზად ჯდება და ესე ვთქვათ ეს მოძრაობები რა თქმა უნდა ლამაზად ჯდება. თუმცა არსებობს რა თქმა უნდა გამონაკლისიც, ხო, როცა ბაზარი არა მხოლოდ მოდის, არამედ დიაპაზონურადაც მოდის. როგორც გითხარით, ფორექსის ბაზარი ეს არის დიაპაზონური ბაზარი, ანუ ფლეტური ბაზარი. შესაბამისად, თუ ჩვენ გადავავლებთ, ესე ვთქვათ, თვალს, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ რაღაც გარკვეულ ფასებზე ბაზარი აკეთებს ერთგვარ დიაპაზონებს, ხო, გარკვეულ დიაპაზონებს აკეთებს და შესაბამისად ამ დიაპაზონებში ავაჭრებს, ესე ვთქვათ, ბაზარი ტრეიდერებს. მარტივი ენით რომ ვთქვათ. მაგრამ საერთო ჯამში, ხო, ბაზარის ტრენდი, ესე ვთქვათ, არის დაღმაველი. და აი რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს ფასს, აი ეს წინაღობა მხარდაჭერის დონეები არის ფასები ზუსტად. და რაში მჭირდება ეს ფასები? ხო, ეს ფასები მჭირდება იმისთვის, რომ მინიმუმ შევიდე ამ პოზიციაში. ახლა მოდით ცოტა დაბალ ტაიმ ფრეიმზე გადავალ, დღის ტაიმ ფრეიმზე. ხა ეს კვირის ტაიმ ფრეიმი მქონდა. და მოდით ახლა ვთქვათ შემდეგი რამ. რომ აი მე მაგალითად, ხო, ნუ აქ ბევრი არის რა თქმა უნდა წინაღობა მხარდაჭერის დონეები, ის რაც მე დავხაზე, ეს არის რა თქმა უნდა გლობალური დიდი წინაღობა მხარდაჭერის დონეები და აი აქაც შემიძლია რა თქმა უნდა დავხაზო ბევრი წინაღობა, ნუ არც ისე ბევრი 1-2 ხაზიც. დავუმატო წინაღობა მხარდაჭერის დონე და ამით მთელი ესე ვთქვათ გრაფიკი შეივსება ძალიან ლამაზად დალაგდება ესე ვთქვათ ყველაფერი, მაგრამ ხლა ისმის შეკითხვა, ხო, რომ აი ეს ფასები როგორ რანაირად, რატომ და ასე შემდეგ. ესეც მარტივი თემა არის. რას ვაკეთებ ამ ფასებთან, აი ეს ამთავარი. რომ მე კი გავავლე ხაზი, მაგრამ პირველი ლოგიკა რა არის ამ ხაზის? ანუ ასე შემიძლია ნებისმიერ წერტილში დავდო ხაზი, ხო? მოდი ესეცა ვთქვათ, რომ ნებისმიერ წერტილში დადებული ხაზი შეიძლება იყოს, მაგრამ ლოგიკა რა არის ამ ხაზის? ამ ხაზის ლოგიკა არის რამდენიმე. პირველ რიგში ტრენდი თუ მიდის იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც მოძრაობდა, მაგალითად ფასის ბოლო, ესე ვთქვათ, პუნქტი, რომ შეიძლება აი როგორც აქ ჩანს, დააკვირდით, აქ ჩანს, რომ ბაზარი ამ ფასის ზევით ვერ ადის. ანუ ზევით ვერ აგრძელებს, უпростоროდ ვერ აგრძელებს მოძრაობას, ეს ძალიან კარგად ჩანს. შესაბამისად, თუ ბაზარი ვერ აგრძელებს მოძრაობას, ის რას აკეთებს, ხო, საერთო ჯამში ის ბრუნდება. როგორც აი აქ კონკრეტულ ვითარებებში ჩანდა და აქედან ძალიან მარტივი სავაჭრო მომენტები იყო, ეს იციან ჩემმა სტუდენტებმაც, ვივაჭრია კიდეც და ასე შემდეგ და ეგრეთ წოდება. და ესე იგი გაბდა პლუს ამას, რა თქმა უნდა, აქ ჯდება ის ლოგიკა, რომ შეიძლება ამ ფასიდან შევიდეთ უშუალოდ პოზიციაში. იმიტომ რომ მე ძალიან კარგად მესმის, რომ თუ ბაზარი რაღაც ფასს ვერ არღვევს, ხო, ის იმის იქით, რა თქმა უნდა, აღარ წავა, ხო, აი ესეთი მარტივად რო ვთქვათ, თუ მე მაგალითისთვის მაქვს რაღაც სიტყვაზე ავიღოთ აი ესეთი ფასი, რომელსაც ურტყავთ, აი ესე ურტყავთ და კიდე ერთხელ მივდივარ ამ ფასთან. ძალიან ბევრი მომივიდა დარტყმა. ნუ ესეც ხდება ხანდახან. კიდე ერთხელ მივდივარ ფასთან, ახლა აქ რა უნდა ვიფიქრო? ხა ვიფიქრებ, რომ უეჭველი გაარღვევს, რა თქმა უნდა არა, იმიტომ რომ ისტორიაზე მე ვხედავ, რომ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, 4ჯერ ბაზარი მივიდა ამ ფასთან, მაგრამ რა თქმა უნდა ვერ გაარღვია. და შესაბამისად, რადგანაც ვერ გაარღვია, აი მეხუთე მისვლასაც ველოდები, რომ რას გააკეთებს ბაზარი, ქვევით წამოვა. ანუ მარტივი ენით რო ვთქვათ, ჩვენი ესე ვთქვათ, აი ეს გრაფიკი და აი ეს ხაზები გვიჩვენებს აი ამას. ანუ ლოგიკაში ვაჯენთ რაღაცეებს.
ესე იგი გამოდის რომ აი ფასებზე დაყრდნობით და ტრენდზე დაყრდნობით ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ პირველი ეს არის სცენარები, რა სცენარებით ვივაჭრებთ, ხო? ანუ ვივაჭრებ ყიდვაზე, გაყიდვაზე, ცრუგარღვევაზე და ასე შემდეგ. მეორე ეს არის შესვლისა და გამოსვლის მომენტები. ანუ თუ მე ვუყურებ რომ ტრენდი არის დაღმავალი, ჩემი პრიორიტეტი არის სელი, მე შეიძლება თავი შევიკავო მაგალითად აი აქედან გავაკეთო buy, ან აქედან გავაკეთო buy. ამისგან თავი შევიკავო. ეს შემიძლია მე გავაკეთო და მხოლოდ აქ მართლა ესე იყო, მხოლოდ სელზე ვმუშაობდი. ძირითადში იყო რა თქმა უნდა 1-2 მცირე buy, მაგრამ ძირითადი მიმართულება რა თქმა უნდა ეს იყო გაყიდვა. იმიტომ რომ აქედან მე ხედავთ მე მოძრაობას, ხო, რამ ხელასვლაც გააკეთა ბაზარმა და ასე შემდეგ. და ეს ბოლო მომენტი ახლა რაც ხდება, უშუალოდ კვირის გრაფიკზე, აქ ძალიან კარგად ჩანს კვირის გრაფიკზე სპეციალურად გადმორთული მაქვს. ანალოგიურია ყველგან აბსოლუტურად მეგობრებო, აი ანალოგიური არის ყველგან კვირის გრაფიკზე ახლა აღარ გადავრთავ, აი დღის გრაფიკზე. ყველგან ანალოგიურია, რაც ხდება, როგორც ხდება და ასე შემდეგ. ჩემთვის აი ტრენდი. აი აქ არის ტრენდი აღმავალი, ანუ ბაზარი მიდის ნოემბრიდან დღემდე მაგალითად აღმავალ ტრენდში. შესაბამისად რა პოზიციები დავიჭირო, რა თქმა უნდა buy, არანაირი sell. ამავე დროს მე მჭირდება გარდა buy-ისა, ხო, ესე რომ დავიჭირო პოზიციები, მე მჭირდება თავისთავად კიდე ერთი ფაქტორი ეს არის ფასი, რომელსაც მაჩვენებენ უშუალოდ ხაზები. და სცენარი როგორ გაიწერება, ხო, ზოგიერთი ხა იტყვის რომ რა თქმა უნდა სცენარები კარგი რაღაცაა და მაგრამ როგორ იწერება, ძალიან მარტივად. პირველი წესი, რომელიც თქვენ უნდა გახსოვდეთ სცენარის დაწერის დროს, ეს არის რომ ბაზარს არ ენდოთ. ანუ ბაზარი გაჩვენებთ ყველაფერს. მაგრამ ყველაფერი არ უნდა დაუჯეროთ ბაზარს. ანუ კი, შეიძლება ახლა აქედან ბაზარი წამოვიდა ქვევით, მაგრამ ის სიტუაცია იყოს, რომ პირიქით ახლა გარღვევაზე წავიდეს ბაზარი. და ჩვენ თუ ვფიქრობთ buy-ს, ანუ buy-ს სცენარს თუ ვფიქრობთ, რა თქმა უნდა ჩვენ sell-ზე აქედან აღარ უნდა ვიფიქროთ. ანუ არ შეიძლება ჩვენ განვიხილოთ სცენარში ორი მიმართულება, buy-ს და sell-ს. პირიქით, ვფიქრობთ buy-ზე, ესე იგი უნდა წავიდეთ buy-ზე. ვფიქრობთ sell-ზე, ესე იგი უნდა წავიდეთ sell-ზე. მხოლოდ ერთი მიმართულება. და უნდა გქონდეს ის წერტილები ბაზარზე, რომელშიც ეს სცენარი ფუჭდება. აი მაგალითისთვის რო ავიღოთ, სიტყვაზე ავიღოთ, მოდი ახლა განვიხილოთ ერთი მაგალითი. აი მაგალითისთვის, აი ჩემი სცენარი, ერთ-ერთი სცენარი. ახლა გამახსენდა, ჩემი მოსწავლე ამას გაიხსენებს, რასაც ვეუბნებოდი, როგორც ვეუბნებოდი. ჩემი ერთ-ერთი სცენარი აქ იყო სელი. იმიტომ რომ ბაზარმა გაარღვია აი ეს მინიმუმი საკმაოდ ძლიერად. მხოლოდ ერთი არა, მხოლოდ ერთი აი ეს მინიმუმი არა. ეს ფუნტი დოლარის წყვილია ბაზარმა გაარღვია მეორე მინიმუმიც. ხო, თუ არა ვცდები. კი, მივიდა უბრალოდ მეორე მინიმუმი. მაგრამ ფაქტი არის, რომ ბაზარმა გააკეთა დიდი მოძრაობა. შესაბამისად, ჩემი სცენარი აქ რა იყო? ჩემი სცენარი იყო sell. ეს მე არ წამიშლია, ანუ როგორც მუშაობდი აქ, ისევე დავტოვე და რას ვაკეთებდით, ხო? რას ვაკეთებდი პირადად მე? რა თქმა უნდა, მე ველოდებოდი მაღალ ფასს, რისთვის? იმისთვის, რომ შევსულიყავი sell-ზე. ანუ მე აქ არ შევსულვარ sell-ზე, არც აქ არ შევსულვარ sell-ზე. სად იყო ჩემთვის მაღალი ფასი? აი ეს ფასი იყო ჩემთვის მაღალი ფასი. შესაბამისად, ამ ფასიდან მე ვცდილობდი შევსულიყავი, რა თქმა უნდა, sell-ზე და არანაირად არ ვცდილობდი, რომ შევსულიყავი buy-ზე. ანუ ჩემი სცენარი ახლა ეს რა თქმა უნდა, ეს ცოტა ისე ჟღერს. ზოგი იტყვის, რომ ახლა ისტორია გავიდა და ასე შემდეგ. არა, მეგობრებო, ისტორია ყოველთვის თქვენ როცა ვაჭრობთ, ხო, რა თქმა უნდა იცოდეთ თქვენი სცენარებიც, უნდა იცოდეთ თქვენი ესე ვთქვათ მიმართულებები და ასე შემდეგ. და რაც მე აქ მაქვს დახაზული და ზეპირად რომ მახსოვს ნებისმიერ იმაზე რომ გადავალ, სადაც ნავაჭრი მაქვს, ხო, ეს
გაუმდინარეობს ეს იქიდან, რომ მე ეს ნავაჭრი მაქვს რეალობაში და რეალურ ესე ვთქვათ, გრაფიკებთან მაქვს ნამუშევარი და არა ინტერნეტ ციგნებთან მართლა რომ ინფო ციგნებთან რომ არის ხოლმე რომ იქ შედი აქ გამოდი, ესე არ ხდება. იქ შედი აქ გამოდი, ეს არის ძალიან ცუდი მიმართულება ესე ვთქვათ სწავლის. ესე არ ხდება. ამიტომ არ ვამბობ ზუსტად სად შედი, სად გამოდი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი სცენარებიდან უნდა გამომდინარეობდეს. მე მაგალითად მაქვს ჩემი სცენარი, იმით ვმუშაობ, მაგრამ სხვა შეიძლება იგივე სიტუაციაში აბსოლუტურად სხვა სცენარი ქონდეს. რომელია მართალი, ამას უკვე ბაზარი განიხილავს. ხო, მე ხო არ შემიძლია რომ თქვა რომ გინდა თუ არა ჩემი სცენარია მართალი. ეს უშუალოდ ბაზარს ეხება. და დაუბრუნდეთ თემას, ხო? რომ აი აქ რას ვაკეთებთ? რა თქმა უნდა, სელს ველოდებოდი და სელმაც ესე ვთქვათ გაამართლა, ხო? პირველმა სელმაც გაამართლა, მეორე სელმაც ცოტა ესე და მესამე სელმაც თავისთავად გაამართლა. მაგრამ სად ირღვეოდა ჩემი სცენარი? აი ეს არის მნიშვნელოვანი. ჩემი სცენარი დაირღვეოდა მხოლოდ აი ამ წერტილის გარღვევის შემდეგ. თუ ბაზარი გაარღვევდა ამ წერტილს, ჯერ პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩემი სცენარი ირღვეოდა, როდესაც ბაზარი ესე ვთქვათ განავითარებდა მოძრაობას აი ამ წინაღობის შემდეგ, აქ ერთი მომენტი განავითარა სულა, მაგრამ მაშინვე 4 საათიანზე ძალიან კარგად ჩანს, იმედია გადამიყვანს. ბოდიშით, ერთი წუთი დავბრუნდები ახლა უკან 4 საათიან გრაფიკზე. მაშინვე შემოტრიალდა. აი დააკვირდით, ბაზარი მიდის ზევით, ავითარებს მოძრაობას და ხედავთ მე აი როგორი 4 საათიანი სანთელიც არის, მინიმუმის გარღვევაც არის, ყველაფერი არის. იმისათვის რომ მე ვთქვა რომ ბაზარმა დაიწყო დაღმავალი მოძრაობა და შესაბამისად მეც რა თქმა უნდა შევუერთდი დაღმავალ სვლას, არა რა თქმა უნდა აქედან ცოტა ქვევიდან და ასე შემდეგ და ეგრეთ წოდებული. ამ ჩემთვის რა თქმა უნდა ლოგიკას აქვს მნიშვნელობა და არა ჰაერიდან შევდივარ. აი ეს ხაზის დიდი ხანია გავლებული მაქვს და ხედავთ აი ამ ფასთან ზუსტად წინაღობის ფასთან, ზუსტად ბაზარი ახლა ესე ვთქვათ რამდენიმე დღის წინაც მისულა და რაღაცეები გაუკეთები. ანუ როგორც გითხარით, სცენარი ქონდა სელზე და ეს ამ სცენარმა რა თქმა უნდა გაამართლა, პლუს ამას ასე ვთქვათ, სცენარის დარღვევის მომენტი იყო აი ეს მაქსიმალური წერტილი. თუ ბაზარი ამას გაარღვევდა, ან განავითარებდა აი ამ ხაზიდან მოძრაობას, ანუ ამის ზევით დარჩებოდა, ხო, ამ ფასის ზევით დარჩებოდა, მე შემეძლო უკვე მეთქვა, რომ ბაზარი ავითარებს უკვე აღმავალ სვლას და იქ უკვე მომიწევდა მთლიანად გადამეწყო ჩემი სცენარები, მაგრამ ეს კიდე ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ისი არ არის სცენარის გადაწყობა, რომ ამ ფასის ზევით ბაი, ამ ფასის ქვევით სელი. ესი არ ხდება. ჯერ ვამუშავებთ ერთ სცენარს კონკრეტულად და მერე რა თქმა უნდა, თუ საპირისპირო მოძრაობები განვითარდა, მერე უკვე ვიწყებთ მუშაობას მეორე სცენარზე. აი ეს შეიძლება ამ მეორე სცენარზე მუშაობა რამდენიმე კვირაც კი გასტანოს, ანუ ჯერ არ ჩამოყალიბდეს რამდენიმე დღეიდან, რამდენიმე კვირამდეც კი როიცოდეთ. და შესაბამისად, მან მაგისტვის უნდა მზად იყოთ თავისთავად, ხო? და აი ყველაზე ესეთი ბოლო მომენტი, ანუ სცენარების დაწერის მერე უკვე, როდესაც უკვე ჩამოყალიბებული გექნება სცენარები, აი აქ უკვე ბოლო მომენტში არის უკვე შესვლის მომენტი, ხო? ანუ პირველ რიგში მე უნდა ვიცოდე რას ვაკეთებ, სად შევდივარ, რატო შევდივარ, როგორ შევდივარ და ასე შემდეგ და აი ბოლო მომენტში უნდა შევიდე პოზიციაზე. ამიტომ ვიძახი რომ შესვლის მომენტი ეს არის ყველაზე უკანასკნელი ვარიანტი, რასაც ვაკეთებთ და აი მაგის შესრულების შემდეგ ჩვენ თავისთავად უკვე არაფერიც აღარ უნდა გავაკეთოთ, ხო? ანუ ის რომ მე შევედი პოზიციაში და მე 8000 ჯერ ვუყურებ ერთი და იგივე მომენტს, ну ეს რა თქმა უნდა ცუდია ფსიქოლოგიურად. შესაბამისად, როცა შეხვალთ პოზიციაზე, მე გირჩევთ, რომ უბრალოდ დახუროთ თქვენი კომპიუტერები და აღარც უყუროთ, სანამ ან სტოპს არ გაარტყავს, ან თეიქს არ გაარტყავს. ან რაღაცა, ვთქვათ, რაღაცის მე რაღაცას არ გააკეთებთ, ხო? და ასე შემდეგ.
ეხლა რაც შეეხება შესulis მომენტს უფრო კონკრეტულად, ჩემთვის მაგალითად შესulis მომენტები არის აი ეს ფასები, სადაც ხაზია გავლებული, ან მასთან სიახლოვეთ მე მიყვარს სიახლოვით, მე მიყვარს შესuლა უკვე. ანუ არა აქვს მნიშვნელობა, ხა შეიძლება ბაზარი ზუსტად აი აქ კარგად დაჯდა ფასი, ისევე როგორც აქ კარგად დაჯდა ფასი, მაგრამ აქ ვერ დაჯდა ესე კარგად ფასი, ხო, გაარღვია, ჩამოარღვია და ასე შემდეგ. მე რა ვქნა რა ვანებებ თავს, რომ ესეთი რამე ქნა. არა, რა თქმა უნდა. აქ მე უკვე ხვდები აი ამ კონკრეტულ სიტუაციაში მე ხვდები რომ ის სცენარი რაც იყო, ეს სცენარი მუშავდება. შესაბამისად, თუ დაბალ time frame-ზე აქ უკვე ფრაქტალურობას ვიყენებთ ბაზრის და თუ დაბალ time frame-ზე უკვე ჩვენ გვიჩვენებს რაღაც გარკვეულ სურათებს, აი ჩემთვის მაგალითად გარკვეულ სურათებს თუ მიჩვენებს, მე თავისთავად შევდივარ პოზიციაზე უკვე რა თქმა უნდა ამ კონკრეტულ სიტუაციაში სელზე. ანალოგიურად მაგალითად აი აქ როგორც მოხდა, ხო? გაჩვენებთ ერთ სიტუაციას, აი მაგალითად ბაზარი მოდიოდა ქვევით და მოხდა აი ეს შეჩერება. აი ეს შეჩერება მოხდა. თავისთავად ახლა 4 საათიან გრაფიკზე მოკაცრავად, რატომღაც ბოლოში გადამაგდო. 4 საათიან გრაფიკზე ეს უფრო ფართოდ აჩანს. მე დააკვირდით უფრო ფართოდ აჩანს, ხო ეს მონაკვეთი. შესაბამისად, როდესაც ბაზარმა მიაღწია გარკვეულ მაქსიმალურ დონეს, ანუ აქ ბაი არ განიხილებოდა, მხოლოდ სელი განიხილებოდა, რაღაც დონეს რომ მიაღწია, თავისთავად შევედი მე პირადად შევედი პოზიციაზე სელზე რა თქმა უნდა. იმიტომ რომ აქ არანაირი ბაი არ იყო, სცენარის მიხედვით ყველაფერი სელს მიუთითებდა, დღის გრაფიკით სელს მიუთითებდა, ტრენდით სელს მიუთითებდა. აი ყველაფერი აბსოლუტურად სელისკენ იყო, კვირის გრაფიკით სელისკენ იყო მიმართული. შესაბამისად განვახორციელეს სელი. აი ეს არის ზუსტად ესე ვთქვათ, ჩვენი მთელი ვაჭრობა. ანუ რაღაცაზე დაფუძნებული, სულ ყოველთვის ვიძახი, ხო, მე ვიდეოებში, ზოგიერთ ვიდეოში, რა თქმა უნდა. ვიძახი, რომ აი რაღაცაზე უნდა კონდეს კონკრეტულზე დაფუძნებული. აი ამაზე დააფუძნეთ ტრენდზე და ფასზე დააფუძნეთ თქვენი ვაჭრობა. თავისთავად მე ძალიან კარგად ვიცი ბაზრის მონაწილეებიც რას აკეთებენ, როგორ აკეთებენ და ასე შემდეგ და ეგრეთ წოდებული უკვე დიდი ხანია ამას ვუყურებ და ბაზრის მონაწილეთა მოქმედებების ჩანს გრაფიკზე და თუ თქვენს თქვათ დაიწყებთ მუშაობას ამაზე რომ ბაზრის მონაწილეები ამას როგორ აკეთებენ, რას აკეთებენ და ასე შემდეგ, უფრო გააფართოვებს თქვენ შეხედულებას ბაზარზე. მე ამას ვასწავლი თავისთავად ბავშვებს, ახალგაზრდებს, უფროს მეგობრებს და ასე შემდეგ, რომ აი როგორ უყურონ ბაზარს. უყურონ მხოლოდ აი ესე ზედაპირულად, ეხლა მე რაც გითხარით ეს ტრენდი და ფასი თავისთავად ზედაპირული არის. აი შიგ თავსი მისი რაც არის, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბაზრის რომელი მონაწილე რას აკეთებს, თავისთავად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? და აი ეს უნდა იცოდეთ. თუ ეს არიცით, ცოტა ისეთი ზედაპირული, ესე ვთქვათ, ვაჭრობა გექნებათ. აქედან გამომდინარე, თქვენც გირჩევთ, რომ აი ამ ყველაფერს შეხედოთ. მოკლედ, მეგობრებო, კიდე ერთხელ გილოცავთ 2026 წლის დადგომას. ჯერ ძველთ ახალი წელი არ ყოფილა, მერეც შეიძლება მოგილოცოთ. ეხლა ეს ცოტა არ იყოს, ცოტა სპონტანური ჩართვა მქონდა. მე ვაპირებ რაღაცების გაკეთება, იმედია ჯანმრთელობაც ხელს შემიწყობს და დღევანდელი ცხოვრების რიტმიც ხელს შემიწყობს, რომ ეს ყველაფერი თქვენთვისაც გავაკეთო. საინტერესო ვიდეოების ციკლს ვაპირებ, სცენარებზე ვმუშაობ, 5 სცენარი მაქვს უკვე დაწერილი და იმედი არის, რომ გამომივა ეს ჩანაფიქრი, რაც მაქვს, რომ თქვენს, ესე ვთქვათ, შეხედოთ აი ამ ვიდეოებს. ვისაც სწავლა გინდათ, შეგიძლიათ მომწეროთ მეილზე, ყველა დეტალს, ესე ვთქვათ, გეტყვით. ხო, რაც შეეხება ერთი მომენტი, მწერს უკვე რამდენიმე მომწერა, უბრალოდ მაგიტო ვიძახი ახლა, რომ ჯგუფური მეცადინეობასთან დაკავშირებით. ჩემთან უკვე აღარ არსებობს
$100 მასტერკლასი. ეს მქონდა მე სპეციალურად, რომ ხალხს გაევლოთ ეს მასტერკლასი ჯგუფურად და რაღაც ცოდნა მიეღოთ, დიდი ცოდნა, რა თქმა უნდა. ვინც გაიარა და ვინც ესე ვთქვათ, მიიღო ეს ცოდნა, კმაყოფილია საკმაოდ და შეგიძლიათ გაესაუბროთ კიდეც. დღეს ჯგუფში მუშაობა და ჯგუფური მეცადინეობა თავისთავად არ ღირს ისეთივე ფასი, როგორც ინდივიდუალური, მაგრამ რა თქმა უნდა, არ აღირს ისეთი დაბალიც, როგორც არის $100. მე მქონდა ეს ჯგუფური მეცადინეობა ამ ეტაპზე ღირს $250 და ვისაც გნებავთ, რომ ჯგუფში ჩაგსვათ და ჯგუფის შევქმნათ და დავიწყოთ მეცადინეობა, კი ბატონო, მომწერეთ მეილზე და დავიწყებთ მათ მეცადინეობას და ასე შემდეგ. დიდი ხანია მე უკვე მოსწავლე არ მყოლია სხვათა შორის და ძალიან საინტერესო იქნება ჩემთვის, რა თქმა უნდა, ხალხის ისევ სწავლება და მეცადინეობები. ყველას წარმატებულ წელს გისურვებთ, მეგობრებო, იმედია ყველაფერი კარგად გვექნება და ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე, როგორც გითხარით, არის ჩანაფიქრი ვიდეოების და ვნახოთ როგორ იქნება. ყველას წარმატებული წელიწადი. ნახვამდის.